რას დავდივით, იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოვნებაში გადაცემდა. ვაშა გადაცემის სპეციალური გამოშვება მოგესალმებათ. თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ. ხანდახან არ ზედმეტი გულწრფელობა ვარგა და გულწრფელობაც ხანდახან არ გათავისუფლებს ვალდებულებისგან იფიქრო, როგორ შეიძლება ყველაფერი შენ საწინააღმდეგოდ შეიბრუნოს რუსულმა და რუსული ტიპის პროპაგანდამ. ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გამოსცა წიგნი მოგონებები, სადაც წერს მცდელობაზე აერიდებინა თავიდან ომი უკრაინაში. ეს მოქმედება ვითარდება 2021 წლის 22 სექტემბერს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, სადაც ხვდება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს. პროტოკოლური გავლა, პროტოკოლური ფოტოები, შემდეგ ლავროვი თავის ჭკუით ხუმრობს. ტყუილადნო ცდილობთ, რუსეთი არ აპირებს ნატოში შესვლას. ამის შემდეგ ჟურნალისტები გადიან და ნატოს გენერალური მდივანი, მისივე მონაყოლით, სთავაზობს ლავროვს ნატო-რუსეთის საბჭოს კიდევ ერთხელ შეკრებას. ვისაუბროთ, როგორც წერს, შეთავაზებულ ბუფერულ ზონებზეო. აი, წამოვიდა შეთქმულების თეორიები. რა ბუფერული ზონები, ვისი შეთავაზებული? რა თქმა უნდა, რუსი შეთავაზებული. ასაკი თუ გიწყობთ ხელს, გემახსოვრებათ, რომ 2021 წელს აქტიურად დაიწყეს რუსებმა საუბარი ნატოს დაბრუნების აუცილებლობაზე 1997 წლის საზღვრებში. ოღონდ თქმელს გააჩნია სხვადასხვა ინტერპრეტაციით. ზოგჯერ ამბობდნენ, რომ ალიანსს უნდა გამოიყვანა ჯარები ახალი წევრი ქვეყნებიდან, უარი ეთქვა ახალ გაფართოებაზე, მათ შორის უკრაინის ან სამხრეთ კავკასიის მიმართულებით ნებისმიერ სამხედრო აქტივობაზე. თუმცა, ზოგჯერ ულტიმატუმი სასაცილოდ კაპასი ხდებოდა. ნატო უნდა დაბრუნებოდა იმ კონფიგურაციას, რაც 1997 წლამდე ჰქონდა. ანუ, სხვა სიტყვებით, ნატოს, რომელიც იმ დროისთვის უკვე 30 სახელმწიფოს აერთიანებდა, უნდა გაერიცხა 14 წევრი. და აი ამ დროს ეუბნება გენერალური მდივანი პუტინის მინისტრს, მოდი შევკრიბოთ ნატო-რუსეთის საბჭო და დავიწყოთ 1997 წლის საზღვრებზე სერიოზული საუბარიო. ვიცოდი, რომ პოლონეთი და ბალტიური სახელმწიფოები სასტიკი წინააღმდეგნი იყვნენ. ბუფერული ზონების შექმნისა, რა კი ეს, გაართულებდა მათ დაცვას. მაგრამ ამავე დროს ვიცოდი, რომ ნატოსა და რუსეთს ადრე მიუღწევიათ თანხმობისთვის გეოგრაფიული შეზღუდვის საკითხებზე. დაბალანსებული და შეთავსებული რომ ყოფილიყო ახალ შეთანხმებას, შეიძლება შეემსუბუქებინა დაპირისპირება. აი, ამ ფრაზის შემდეგ ატყდა ამბავი. არიქა ნატო მზად იყო გაეყიდა თავისი აღმოსავლელი წევრებიო. მაგრამ ყოფილი გენერალური მდივნის მონათხრობში კვანძი უკვე შემდეგ წინადადებაში იხსნება. მაგრამ ლავროვს ეს არ აინტერესებდა. იცოდა, რომ საბჭოს შეკრების შემთხვევაში მთავარი საკითხი უკრაინა იქნებოდა და ყელში ჰქონდა ამოსული ჩვენი საუბარი, როგორ არღვევდა რუსეთის საერთაშორისო სამართალს. არაო, არ მოტყუდა ლავროვი. 21 წლის სექტემბერში უკვე იცოდა, რომ მისი ხაზეინი ომს აპირებდა და უკრაინის საკითხის განხილვის ნერვი აღარ ჰქონდა. თანაც არ უნდა დაუკარგო, ძალიან გამოცდილი ბებერი ჟულიკია და იცოდა, რომ რეალურად რომელიმე ქვეყნიდან ჯარის გამოყვანაზე სერიოზულად არავინ დაელაპარაკებოდა ნატოში. იცოდა, რომ ალიანსი კონსენსუსის პრინციპით მუშაობს ყოველთვის და ბალტიელები და პოლონელები მაინც არასდროს დათანხმდებოდნენ მათი ტერიტორიიდან საერთაშორისო ძალების გაყვანას. ეს ძალები ხომ, აი ამ 4 ქვეყანაში 2017 წელს ყირიმის შემდეგ ჩადგნენ და იმ მომენტისთვის წარმოადგენდნენ უხეშად ყოველ ქვეყანაში განთავსებულ 1000 კაციან შენაერთს, 7 ან 10 სახელმწიფოდან. მოკლედ, იქვე ცივი უარი უთხრა. არ ღირს მაგაზე საუბარი, მაგიდასთანაც კი არ დავსხდებითო. ლავროვთან ყველა წინა შეხვედრა დიალოგს გავდა, რაზეც რამის დაშენება შეიძლებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ის ურთიერთობაში უხეში და ხშირად აუტანელია. სექტემბერში უარი კითხვეს, მაგრამ თემა მერე რუსებს არ დავიწყებიათ. სტოლტენბერგი მოგვიანებით იხსენებს დეკემბრის 3 ულტიმატუმს, რომელიც პუტინმა წამოაყენა. შეჩერებულიყო ნატოს გაფართოება, არც ერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას არ უნდა ქონოდა უფლება გაენთავსებინა თავის ტერიტორიაზე ნატოს რომელიმე სხვა ქვეყნის ჯარები და ალიანს რუსეთისგან შორს უნდა გაეტანა შორეული მოქმედების იარაღი საზღვრებიდან შორს. პირველი ორი მოთხოვნის შესრულება შეუძლებელი იყო, რადგან წაგვართმევდა ჩვენი ახალი წევრების დაცვის შესაძლებლობას. ამრიგად ნატოს წევრები დაეყოფოდნენ ორ დონეთ. Оказывается, осенью 2021 года აღმოჩნდა, რომ 2021 წლის შემოდგომაზე ნატოს გენერალური მდივანი სტოლტენბერგი ცდილობდა მოლაპარაკებას სერგეი ლავროვთან, რათა ფაქტიურად ჩაებარებინა ბალტიის ქვეყნები რუსეთის გავლენის სფეროსთვის.
არ მოგესმათ. გენერალური მდივანი მოლაპარაკებას ამ ქვეყნების ზურგს უკან აწარმოებდა. მისი მოგონებების თანახმად შესთავაზა ნატო-რუსეთის საბჭოზე განეხილათ რუსეთის საზღვრის მომიჯნავედ ბუფერული ზონის შექმნის შესაძლებლობა. გენერალურმა მდივანმა არად ჩააგდო პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის შეშფოთება და მზად იყო დაბრუნებოდა 1997 წლის არქიტექტურას. ORT, Russia Today, ბლოგერები ნადეჟდა და შალავატევი, რომლებმაც ახლა ეს თემა აიტაცეს, საკუთარ მრევლს უმალავენ ერთ ძალიან მნიშვნელოვან ამბავს. 2016 წელსაც, როდესაც პოლონეთში, ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში ნატოს მოწინავე ჯგუფების განთავსების საკითხი დადგა. ასე ერქვა და გადაწყდა. და 2017 წელსაც, როდესაც ეს ჯარები რეალურად განთავსდა, გენერალური მდივანი იყო ზუსტად ეს სტოლტენბერგი. და ძალიან აქტიურად მუშაობდა, რომ ყველაფერი სწრაფად მომხდარიყო. იგივე კაცი სტოლტენბერგი იყო გენერალური მდივანი 2022 წელს, როდესაც დიდი ომის დაწყების შემდეგ ალიანსმა გადაწყვიტა მოწინავე ჯგუფები სასწრაფოდ კიდევ 4 უკრაინის მოსაზღვრე სახელმწიფოში დაემატებინა: რუმინეთში, ბულგარეთში, სლოვენიასა და უნგრეთში. და 8-ვე ჯგუფი შეძლების დაგვარად სწრაფად გაეზარდა 5000 კაცამდე, გაძლიერებულ ბრიგადამდე, თავისი ჯავშან ტექნიკით, артиლერიით. სხვათა შორის, თავად სტოლტენბერგი საკუთარი პოზიციის გამკაცრებას რამდენიმე ეტაპს უკავშირებს. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ყველაზე ძლიერი მოტივატორი, როგორც ამბობს, ბუჩას ტრაგედია გახდაო. ამის შემდეგ რუსეთთან დიალოგის მსურველი მხოლოდ ორბანი იყო, მეტარხსენებული. თუმცა ჯერ კიდევ 2021 წლის მიწურულის საკუთარი დამოკიდებულების გახსენებისას, როდესაც ლავროვს ნატო-რუსეთის საბჭოზე ეპატიჟებოდა, წერს მაინც. ვიცოდი, რომ ზოგიერთების მოწოდება ამ დაპირისპირებაში ნეიტრალიტეტის შენარჩუნებისკენ რუსეთისთვის აგრესიის პირდაპირი მოსაწვევი გახდებოდაო. ბარემ მოусმინოთ, რას ამბობს ეს კაცი. მისი ნაწერების სხვებისგან ინტერპრეტაციის გარეშე. In 1949 when NATO was established 1959 წელს, როდესაც ნატო იქმნებოდა, ნორვეგია იყო საბჭოთა კავშირის მოსაზღვრე ერთადერთი ქვეყანა. მოსკოვი მაშინაც ძალიან აპროტესტებდა, პროვოკაციაო, მაგრამ ყველამ გადაწყვიტა, რომ ნატოს წევრობის გადაწყვეტილება ნატომ უნდა მიიღოს და არა მოსკოვმა. ასეა ახლაც. მოსკოვს არ უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება ალიანსის გაფართოებაზე. თანაც ახლა ფინეთის გაწევრიანების შემდეგ ნატოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარი ორჯერ გაიზარდა. სტოლტენბერგი ახლა ნორვეგიის ფინანსთა მინისტრია. მოქმედი პოლიტიკოსები როგორც წესი მემუარებს იშვიათად წერენ, თუ წერენ ძალიან ფრთხილს. და ალბათ არ ტყუის, როცა ამბობს პენსიაზე ვაპირებდი და უახლოეს მეგობარს რომ არ ეთხოვა თანამდებობას არ დავთანხმდებოდიო. ხო, ეს უახლოესი მეგობარი ნორვეგიის პრემიერ-მინისტრია და სთხოვა მინისტრობა. და ბარემ ეგეც იცოდეთ, 2026 წელს, აი განვლილ არასრულ 4 თვეში წელს, უკრაინას ნორვეგიამ 7 მილიარდზე მეტი მხოლოდ სამხედრო დახმარება გამოუყო. საერთო ჯამში კი 9 მილიარდზე მეტი. ფინანსთა მინისტრ სტოლტენბერგის წარდგინებით. და არ თქვათ, ეხლა ამ კაც გული უკრაინაზე არ შესტკივაო. Yeah, because we had so ომი რომ გარდაუვალი იყო, საბოლოოდ 2021 წლის შემოდგომაზე დავრწმუნდი. ზუსტი სადაზვერვო მონაცემები გქონდა. გარდა იმისა, რომ ვიცოდით რა ძალებს უყრიდა თავს უკრაინის საზღვართან რუსეთი, ვიცოდით შიგლით რა განზარხვა ჰქონდა. რაც ძალიან იშვიათად მომხდარა, ჩვენ დავიწყეთ სადაზვერვო მონაცემების გამოქვეყნება. მსოფლიოს ვეუბლებოდით რა ხდებოდა. 2022 წლის იანვარსა და თებერვალში ვხვდებოდით და ვცდილობდით, რომ გადაეფიქრებინათ, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა. სწორი პოზიციის იქით, რაც ნამდვილად დაეწუნება იენ სტოლტენბერგს, მომენტის გრძნობაა. ალბათ ჯობდა, რომ მემუარების გამოქვეყნება მართლა პენსიამდე გაეჩერებინა. და არ დავიწყებოდა, რომ ის ორგანიზაცია, რომელსაც 10 წელი ძალიან წარმატებით ხელმძღვანელობდა, მისი მეთაურობით სულ უფრო და უფრო მეტ ყურადღებასა და რესურსს უთმობდა აი ზუსტად ამ საქმესთან ბრძოლას, საინფორმაციო ომს, რომელშიც შეიძლება ნებისმიერ სიტყვას შეუცვალონ დროის, სივრცისა და პერსპექტივის კონტექსტი. თანაც როცა ერთი სიტყვის დამატებაც კი არ გჭირდებათ. იტყვი იენს სტოლტენბერგი თავად სთავაზობდა რუსეთს 1997 წლის საზღვრებში დაბრუნება განვიხილოთო და მართალი იქნებთ. ოღონდ თან არც იქნებით მართალი. და ეს იყო ვაშა გადაცემა. სპეციალური პოდკასტი თენგის გოგოლტიშვილისგან. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ ყველა პლატფორმაზე: YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე და TikTok-ზე. რას დავდივით? იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპას გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოლოვაში გადაცემა.